საქართველოში დაახლოებით 300,000 თამაშდამოკიდებული ადამიანია. სათამაშო ბიზნესს კი წელიწადში 76 მილიარდი ლარი ბრუნვა აქვს. ამის შესახებ აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ბესელიამ განაცხადა. თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ პრობლემად 1975 წელს აღიარეს და დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება. უმდელმსახურ მამავაჟა სონღულაშვილის დაკვირვებით ეს სოციალური პრობლემა ქვეყანაში მწვავედ დგას და მის გადასაჭრელად რეფორმების გატარებაა საჭირო. 300,000, რომელიც ესე ვთქვათ დაავადებულია ლუდომანიით, აზარტული თამაშებით. ეს არის კატასტროფა, ოღონდ უფრო მეტია, მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ გაორმაგებულად, იმიტომ რომ არაოფიციალურად კიდე ძალიან ბევრია და მეცაც გეტყვით, რომ არასრულწლოვნები, ვიცით რომ რაღაც წლობამდე ვერ დარეგისტრირდება, ხო, ეგრეთ წოდებულ თამაშებში და არასრულწლოვნები არიან უფროსების პირადობით დარეგისტრირებულები და ძალიან ბევრი თაობა არის, ესე ვთქვათ, საფრთხის ქვეშ და ეს არა მარტო თაობა, ეს ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხის ქვეშ არის, როგორც ლუდომანით, ისე ნარკომანით და ვფიქრობ, რომ თაობა გვეკარგება. ეს არის მეტად საყურადღებო ოჯახებიდან, ეკლესიიდან და სახელმწიფოდან ჩვენი პირდაპირ ვალდებულებაა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვიფიქროთ, რომ გამოვასწოროთ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულება, მსგავსი პრობლემა, რაც სახიფათოა ჩვენი გენოფონდის, ესე ვთქვათ, განადგურება ხდება ვითომ არაფრით, ამ დროს ყველაფრით და აი ერთ-ერთი თუნდაც ვთქვათ, რომ არაფერზე არ ხარ თითქოს დამოკიდებული, ხო, არც წამალზე, არც რაღაც ნარკო და ამ დროს ყველაფერზე დამოკიდებული ხარ, ისეთი დაავადება და ფსიქიკურ აშლილობამდე მიყავს, მე ძალიან ბევრი შემთხვევებია და ჩვენ მოძღვრებს გქონია საუბრები, ახალგაზრდა არასრულწლოვანი თუნდაც ისე, რომ ძალიან ბევრი წაგება ქონია და შემდეგ თვითმკვლელობაზე ქონია სურვილი, საუბრები და რა ყოფილა შემთხვევა, რომ გადაგვირჩენია ღვთისმადლით და სწავლობით და უფლის შემწეობით, გამოსავალი ქრისტეში, გამოსავალი ეკლესიაში, გამოსავალი სწორ პოლიტიკაში, მსგავს სწორ მიდგომაში, გამოსავალი მშობლების ყურადღებაში, გამოსავალი სკოლებში, პედაგოგების ჩართულობა, რომ ჯანსაღი თაობა აღუზარდოთ ერთად და გვახსოვდეს, რომ მათი პრობლემა მხოლოდ მათი არ არის, ქვეყნის რა მოგება უნდა ნახოს, ან როგორ შეიძლება ესეთ მსგავსმა კომპანიებმა თავიანთ ოჯახში ეს შვილებში მოახმარონ ის, რომლის თანხითაც იღუპება თაობა. ხომ და რამხელა პრობლემა რა მოგება მოაქვს სახელმწიფოს, როცა უფრო დიდი ზარალი არის ჩვენს ახალგაზრდებში და ჩვენს ოჯახებში, რომელიც ძალიან დიდ აშლილობას, ოჯახის ნგრევას, თვითმკვლელობას და თუნდაც მე უკვე ხდება, რომ დიდ პრობლემებში რო ვარდება და ვალებში ხდება შემდეგ ადამიანი ნარკოტიკს ეძალება, ან ალკოჰოლს ეძალება და მოკლედ დამოკიდებულება ყველაფერი შეშლილია და ამიტომ სავალალო და საყურადღებოა მსგავსი დამოკიდებულება.